მოკლედ, ბავშვებო, ხვალ ექსკურსიაზე მივდივართ და არ დაიგვიანოთ. წამოიღეთ ვაშლები, ბანანები, სენდვიჩები და მართლა ძალიან გთხოვთ არ დააგვიანოთ. და შეგიძლიათ თბილი ტანსაცმელიც წამოიღოთ, რომ არ შეგციუდეთ. მაინც ძველ სასახლეში მივდივართ და როგორც გავიგეთ ეციება. ჰეი, არტემ, ხვალ მოდიხარ ამ ექსკურსიაზე? ხო, მინდა სასახლეში წასვლა, ეგ ჯარისკაცის ფორმა იქნება. ხო, ბავშვებო, არ დაგავიწყდეთ, რომ დამალობანა უნდა ვითამაშოთ სასახლეში. არა, მე არ წავალ. ყოფილ ვარ და ძალიან საშიშია, არ მინდა. კოსტა, ვიცოდი, რომ ლაჩარი იყავი. ვსო, მორჩა. დიანა, ეს შენთვისაა. აბა, დიმა, მითხარი რა საწვდი. მომეცით წავიკითხავ. ხმამაღლა არ წაიკითხო, გთხოვ. ხო, მაგრამ დიმა, შენ ამას მაშინ წერდი, როდესაც მე ექსკურსიაზე ვლაპარაკობდი. აქ შეყვარებული წყვილი ყავს. დიანა, ძალიან მიყვარხარ, შენს თვალებს ჩემს ოცნებებში ვხედავ. გთხოვ, დიანა, ჩემთან ერთად იყავი. შენს გარშემო ცხოვრება არ შემიძლია. ვიცი, რომ მალე დავქორწინდებით, როცა გავიზრდებით. ღმერთო ჩემო. დიმა, რატომ? ხომ იცი, რომ კალათბურთელს ხვდები? რატომ ირცხვენ საკუთარ თავს? ასეთი რაღაცები აღარ დაწერო და ჩემზე ნუღარ ფიქრობ. დიანა, ასე მკაცრად რატომ ეკცევი დიმას? ნახე, როგორი სასიყვარულო წერილი დაგიწერა. დიმა, ოღონდ მეორედ გაკვეთილზე აღარ დაწერო ხოლმე. კარგი. სკოლის მერე ისაუბრე. დიმას ბრალი არ არის, აქ სიყვარულის სამკუთხედია, დიმა, კალათბურთელი და დიანა. ჯანდაბა, კოსტა. რა კოსტა, ეს სიმართლეა. ზოგადად არ არის კარგი სხვისი სასიყვარულო მესიჯების დაკითხვა. დიმა, არ ვიცოდი, რომ სასიყვარულო წერილი იყო. თან გაკვეთილების განმავლობაში არ უნდა წერდე, თან ჩემ გაკვეთილზე. კარგით, ბავშვებო, შეგიძლიათ წახვიდეთ და არ დაგავიწყდეთ ხვალ არაფერი და გთხოვთ არ დაიგვიანოთ, თორემ არ დაგიცდით. ხვალ 8 საათზე გადის ავტობუსი, ვინც არ მოვა, ვერ წავა სასახლეში. ნახვამდის. მეათეჯი, მომისმინეთ, ძალიან ცუდად იქცეოდით ეს კვირა. პატრიკ, რატო დახტიხარ საერთოდ შენ ღვთისმლოცველასავით და რა გჭირთ, სახლში იხტუნავეთ თქვენ დივანზე. პატრიკ, აი ხომ გეუბნებოდი, რომ არ გეხტუნავა კიბეებზე, ახლა მასწავლებელიც კი გეუბნება. არტემ, ცოცხთან ერთად რატომ ცეკვავდი აბაზანაში? რისთვის? აი შეხედე რა ლამაზი გოგოები არიან აქ. წადი კლუბში და მათ თხოვე რომ გეცეკვონ. და იანა, შენ ამ ჩხუბებს საერთოდ როდის შეწყვეტ? აღარ დაიღალე? ლეილა, შენზე რა სიტყვი? ეს ყველაზე მომაბეზრებელი მასწავლებელია. მარუსა, ჩუმად იყავი. ტატიანა პეტროვნა, შეიძლება რაღაც თქვა? ჩვენ თინეიჯერები ვართ და ასეთი ქცევები გვაქვს. თქვენ უნდა გაუმკლავდეთ ამას. მე გავუმკლავდე? ლეილა, ახლავე წახვალ დირექტორის ოთახში და იქ გავუმკლავდები. გასაგებია? თინეიჯერებიო, თან ექსკურსიაზე არ მიდიხართ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იქცეოდით მთელი კვირა. გაიგეთ? არ მივდივართ, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სასახლეში დამალობანა უნდა გვეთამაშა. მე მინდა რომ პატრიკი დაიმალოს და ვეღარავინ ვერ იპოვოს სამუდამოდ. შეიძლება ტურზე წავიდე? მე ცოცხლთან არ ცეკვავდი, ჩემი თავი რაინდად წარმომედგი. ისე მე სინამდვილეში არ ხვტუნავდი, უბრალოდ ვითვლიდი. კარგი მეათეჯი, მართლა გინდათ წასვლა? კი. მართლა გინდათ? ხო, მართლა გინდა. კარგი, მაშინ შემოთავაზება მაქვს. შაბათ კვირას შეღებავთ ჩემს ღობეს სანაცვლოდ იმისა, რომ წაგიყვანოთ ექსკურსიაზე. თანახმა ხართ? კარგი, თანახმა ვართ. კი. ძალიან კარგი. მაშინ ხვალ წამოიღეთ ვაშლები და სენდვიჩები და დილით 8 საათზე დაგეოლდებით სკოლასთან. რა მაგარია, ხვალ ექსკურსიაზე მივდივართ. და ჩვენ ღობე უნდა შევღებოთ. ჯიჯი, მოდი ერთად დავიმალოთ. კარგი. დიანა, მოდი ერთად დავიმალოთ. არა, დიმა, შენთან ერთად არ დავიმალები. გინდა რომ ჩემმა კალათბურთელმა შეყვარებულმა გვიპოვოს? არა, გამორიცხულია. დიანა, დაგავიწყდა შენი კალათბურთელი ჩვენთან ერთად არ მოდის. მეცხრეა, ჩვენ ძალიან დიდ შორში გავეხვიეთ, ხო, მასწავლებელი გაგვიბრაზდა. და უნდა რომ მისი ღობე შევღებოთ, იმის სანაცვლოდ რომ ექსკურსიაზე მივდივართ. ხო, მაგრამ ჩვენ არ შევღებავთ, ბიჭები შეღებავენ. რა, ჩვენ? აი მიიღეთ. ხო, რა უიღბლობა. მე ვკითხე მასწავლებელს თუ შეიძლებოდა რომ ჩემი კალათბურთელი შეყვარებული სმაილიკი წამოსულიყო, მაგრამ მითხრა რომ მე 11 კლასელს ვერ წავიყვანდით. კარგი რა. ხო, არა და ბილეთები დარჩა. არა უშავს, რა მაგარი მასწავლებელია. აბა მეათეჯი, ერთად მივდივართ? მაშინ შეგვიძლია დამალობანა ერთად ვითამაშოთ. ძალიან კარგი ადგილი ვიცი დასამალად. ჩვენ ვიცით შენი ადგილი. აბჯართან ხო? ხო, ვიცით ეგ ადგილი. შარშანაც მან დაიმალე და მე ეგრე მოგიწია სახლში წასვლა. ძალიან სასაცილო იყო. არ არის სასაცილო, ვეღარ გავიხადე. ჯული, მე შემოგთავაზე დახმარება, მაგრამ უარი თქვი.
დიანა, ჩვენ დახუჭობანას ვითამაშებ ჩვენთან ერთად და ისე დავიმალები, რომ ვეღარ ვიპოვ. ძალიანაც კარგი თუ ვერ გიპოვი დიმა. ისედაც ნივრის სუნი გაქვთ, გაიწიე. ნიორი, ეს სიყვარულის საღეჭი რეზინა. ჯანდაბა დიმა. საერთოდ საიდან მოიტანე, სად იყიდე? დიანა, ხვალ გიყიდი და გამოსცადი ახალი გემო. დიანა, გეგმა მაქვს, როგორ წავიყვანოთ ჩვენი კალათბურთელები ჩვენთან ექსკურსიაზე. იანა, როგორ? არა. დიანა, იდეა მაქვს. თან ვერ წავალ ჩემი შეყვარებულის გარეშე. ჯანდაბა, იანა, ექსკურსიაზეც ვერ მიდიხარ შენი შეყვარებულის გარეშე? აუφ, ესენი ბიჭებზე ფიქრობენ, მე კიდე იმას ფიქრობ, რა ჩავდო ჩემ ყუთში. ვაშლი თუ ბანანი? მარუსა, რომელი ვაშლი, რომელი ბანანი? შენ ყოველთვის ჩხირები და კარტოფილი გაქვს ლანჩის ჩანთაში. ყველა გაჩუნდით. იანა, მითხარი აბა გეგმა. დიმა, წადი აქედან. დიანა, ესე იგი, ეს არის ჩემი გეგმა. მასწავლებელმა თქვა, რომ შეგვიძლია წავიყვანოთ რამდენიმე მშობელი. ხო და ჩვენ კალათბურთელებს შეუძლიათ მშობლებად წამოვიდნენ. იანა, მართლა გონია, რომ მაგას მასწავლებლები დაიჯერებენ? ეგრევე ყველაფერს მიხვდებიან, არ გამოგვივა. ხო, ისინი ეგრევე ეტყვიან. ტატიანა პეტროვნა. დიმა, გაჩერდი. დიმა, მომისმინე ახლა კარგად. აბა ეცადე, იცოდე შენს მერხს სულ უკან გადავიტან და ჩემს გვერდზე ჯული დაჯდება. გასაგებია? მეგობრებო, რადგანაც ეს სასახლე მე ვყოფილ ვარ, არ არის საინტერესო. მისმინე კოსტია, ჩვენ არ ყოფილ ვართ. ხო, დამალობანა უნდა ვითამაშოთ, გაიგე? აბა წამოიყვანე, მიდი შენი კალათბურთელები. ვეცდებით და შენ რა სიზამ? დიანა, არ მაფასებ საკმარისად, შენ თვითონ ნახავ. დიმა, რას გააკეთებ? რას ვნახავთ? ჩხუბი გვექნება. რა, ხვალ სასახლეში? არა, დღეს სკოლაში. დიმა, ეგ ტურამდე არ უნდა გააკეთო, თუ ხვალ დალურჯებული იქნები, მასწავლებელი არ მოგცემს უფლებას წამოხვიდე. რატომ გონია, რომ დალურჯებული ვიქნები? თვითონ იქნება დალურჯებული და ტურზე ვეღარ წამოვა. ჰეი, კალათბურთელო, აბა სათხარ. დიმა, დამშვიდდი, გაჩერდი. დიმა, ძალიან სასაცილო ხარ. იანა, წამოდი, წავიდეთ ჩვენს კალათბურთელებთან. კი, მწვრთნელო, ზუსტად ვიცი, ხვალ ვიქნები ჩემპიონატზე. კარგად დავიძინებთ. ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, მიხეილ, კარგად. ჩემი ბროვასტი ბურთი უჭირავს და ჩემი სმაილიკი მუსიკას უსმენს. აბა სიურპრიზი გავუკეთოთ, ხო, წამო. ჭიდა, აბა გამოიცანი ვინ არის? იანა, ვიცი რომ შენ ხარ. სმაილი, გამარჯობა. არ გესმის, გამარჯობა თქო. დიანა, ნუ მაშინე. კარგი, ბოდიში. უბრალოდ მე და იანას გვინდა რომ ხვალ შენ და ბროვასტი ჩვენთან ერთად ექსკურსიაზე წამოხვიდეთ. ხო, ბროვასტი, წამოდი ჩვენთან. არა, იანა, არ შემიძლია, ხვალ ჩემპიონატი გვაქვს. რას გულისხმობ? მე და ექსკურსიას შეჯიბრში გაგცვლი? სმაილი, მისმინე, ბროვასტი და შენ ხვალ ჩვენთან ერთად წამოხვალთ ექსკურსიაზე და ისე გავაკეთებთ, თვითონ ჩვენი მამები ხართ და მასწავლებელი ვეღარ შევგამჩნევთ. ძალიან სახალისო იქნება. არა, დიანა, არ შემიძლია, ხვალ ძალიან დიდი ჩემპიონატი გვაქვს და უნდა გამოვიძინო. ისედაც ვალენტინობის დღე ხომ აღვნიშნე. რა? შენ ვალენტინობა აღნიშნე? ვისთან ერთად? ხო თქვი რომ არაპირებდი აღნიშნა. რას გულისხმობ, დედაჩემთან ეს ოჯახის დღესასწაულია. რატომ იტყუები? ბროვასტი, შენ სად იყავი? მე დარბაზში ვიყავი, ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი. ბიჭებო, ან ჩვენთან ერთად წამოხვალთ ექსკურსიაზე, ან საერთოდ დაგშორდებით. ხო, ისე ძალიან უცნაურია. არ გინდოდათ რომ ჩვენთან ვალენტინობა აგეღნიშნათ, არც ექსკურსიაზე არ გინდათ წამოსვლა, რა ხდება? ხო, არ მესმის. ვატყუებთ? დიანა, კარგი რა, არ გახსოვს, საჩუქარი მოგეცი, მეგრე რესტორანში წავედით და მე სახლში წავედი უბრალოდ. ბიჭებო, უნდა აარჩიოთ, ხვალ 8 საათზე იწყება და კარგად დაფიქრდით, ან ჩვენ, ან თქვენი შეჯიბრი. აირჩიეთ. კარგი, მაშინ არა უშავს, ჩემპიონატი 6 საათზე იწყება. მივდივართ. კარგი, ჩვენ მოვდივართ. მისმინე სმაილი, ხვალ მამა შენის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვა და მამა შენის ფეხსაცმელიც. მე გაგიკეთებ მაკიაჟს და მასწავლებელი ვერ გაიგებს საერთოდ ვერაფერს. ვერ მიხვდება. მოკლედ, ბროვასტი, შენს მამა შენს უნდა დაემსგავსო. ქუდი, პალტო, შარვალი, ყველაფერი იდეალური უნდა იყოს. კარგი, მესმის. აჰა, ისინიც მოდიან. დიმა, გახსოვს ილეთი რომ გასწავლე? კი, მახსოვს. დიმა, კარგი რა, ეს ჩვენი არტომია. არა უშავს, მე უბრალოდ ვარჯიშობ. აი კიდევ ერთი ილეთი. არ მესმის, დიმა რატომ აკეთებს თავის ილეთებს? რა ხდება აქ საერთოდ? დიმა უბრალოდ დიმაა, დიანა. სმურფებს იღვალი არაო. დიმა ძალიან ძლიერია.
ახლა კიდე შენ მწვანი, აბა აქ მოდი. დიანა, დავიღალი ამ დიმას ყველგან ყოფნით. ხო, მაგრამ სმაილიკ, რა შეიმბრალია რომ დამდევს? თან მიდი გავუმკლავდი თუ ეს არ მოგწონს. მართლა სმაილ, გაჩერდი, ისედაც ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე. ვიზამდი ამას, მაგრამ ეხლა ძალიან დაღლილი ვარ. ამას ყველა ხედავთ, ჩემი ეშინია. შიშარა. ესე იგი მე ვარ შიშარა. მოიცადე? ახლავე მოგხედავ. სმაილიკ, მოიცადე, ფრთხილად იყავი. ძალიან ძლიერია, როცა გაბრაზებულია. მე მომხედავ, ხო? ერთი მარცხინათი გაგანადგურე. დიმა, ეს ჩვენ ვართ. მოდი, სადმე წავიდეთ, გოგოების თვალწინ არ უნდა გავაკეთე. შენ ასე გინდა? კარგი. მესმის დიმა თავის დარტყმას აკეთებს. რატომ არ გვიშვებენ? ასე არ არის საინტერესო. მარიუსა, ჩვენ ხომ გოგოები ვართ, არ შეიძლება ჩვენთვის ჩხუბის ყურება. ნახავთ, როგორ ინანებს თქვენი დიმა კალათბურთელთან ჩხუბს. მოკეტე სმურფო, შემდეგი შენ ხარ. ყველა მოკეტედ. სმაილიკ, მიდი, მე შენი მჯერა, შენ ეს შეგიძლია. დიანა, ნუ ნერვიულობის ხომ კალათბურთელია და ამარცხებს დიმას. ხო, და ექსკურსიაზე წავალთ მერე. კარები იღება. მე მოვიგე მოკლედ. ჩემპიონი. დიანა, მიდი, შენს კალათბურთელს შეხედე. ვაიმე, სმაილიკ, როგორ ხარ? ჯანდაბა, ვიცოდი რომ დღეს ეს არ უნდა გამეკეთებინა. დაღლილი ვარ, ხომ გითხარი? იცი რა, დიმა, მკვდარი ხარ. ჰეი, შენ კალათბურთელო, არ დაიმალო კაბის უკან. აქ მოდი. ეი, შენ, მაღალო, მომისმინე. იცოდე, პრობლემები არ შექმნა ჩემ ბროვასტისთან, გასაგებია? იანა, სმაილიკ iPhone 11 Pro Max-ი ვუყიდე. დიანა, ასეთ ძვირიან საჩუქრებს რატომ ჩუქნი? იმიტომ რომ ტელეფონი გაუტყდა და მთხოვა რომ მეყიდა და თქვა რომ 8 მარტისთვის თვითონ მიყიდის მე საჩუქარს. აი ამიტომ. დიანა, ვფიქრობ რომ არასწორია, იმიტომ რომ ბიჭებმა უნდა აჩუქონ გოგოებს ძვირიანი საჩუქრები, პირიქით კი არა. დარწმუნებული ხარ რომ შეგიძლია ენდო? იცი რა, იანა, სმაილიკთან დაკავშირებით 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა. სულ მიყვირის, თან კიდე როცა ვურეკავ არ პასუხობს. მე თვითონ მირეკავს ხოლმე და მეუბნება რომ დედამის ელაპარაკებოდა, მაგრამ გადავწყვიტე რომ ახლა დაცული ვიყო. დაცული? დიანა, რას გულისხმობ? რის გაკეთებას აპირებ? იანა, ნასიას ვთხოვე რომ გაარკვიოს სმაილიკი თუ ელაპარაკება სხვა გოგოებს სოციალურ ქსელებში და თუ ულაიქებს პოსტებს. დიანა, გაგიჟდი, ნასიას რატომ თხოვე? დარწმუნებული ხარ რომ ენდობი? არ ვიცი, მაგრამ თქვა რომ ყველაფერს გამოასწორებდა და თქვა რომ შემიძლია ვენდო და სხვა არც არავინ არ გველაპარაკება, ამიტომ ნასია ჩემი ერთადერთი შანსი იყო. ხო, დიანა, შენ რამდენი პრობლემა გქონია შენს კალათბურთელთან? აბა მე და ბროვასტი ძალიან კარგად ვართ. ძალიან თავაზიანია და თან ყველაფერში მხარს მიჭერს. ვა, ნეტა ჩვენც ეგრე ვიყოთ. კარგი, იმედია ნასია შეამოწმებს და აღმოჩნდება რომ სმაილიკი არ მატყუებს და კარგად იქცევა. მეგობრებო, რა უნდა გავაკეთო? დიანას ერთი წელი ვხვდებოდი და არაფერი არ უყიდია. სლაიმს კიდე iPhone 11 Pro უყიდა. დიმა, შენ საიდან უნდა იცოდე რომ iPhone 11 Pro უყიდა? ეს უბრალოდ ჭორი არის. არტემ, ეს სიმართლე არის. დღეს დავინახე როგორ იყო მაღაზიაში და iPhone 11 Pro-ს ყიდულობდა და მოლარეს უთხრა რომ შეყვარებული საჩუქარი იყო. დიმა, რატომ გონია რომ კალათბურთელისთვის არის? იქნებ შენთვის არის და შერიგება უნდა. მეგობრებო, ისე მეც უნდა შევხვდე დიანას. პატრიკ, კარგი რა, ისედაც ყელში ამომივიდნენ ეს კალათბურთელები და ახლა შენ უნდა გცემო. დიმა, დამშვიდი. დიმა, კარგი, მე ლეილა მიყვარს. გოგოებო, მაგარი ამბავი მაქვს. ჯულიმ დამირეკა და მითხრა რომ სრულიად შეიცვალა. რა ჭირს ჯულის? რა, ტუჩებით გაიდიდა? ჯიჯი, რა ტუჩები? მაგის გაკეთება მხოლოდ 18 წელს მერე შეგიძლია. არა გოგოებო, ტუჩები არა, მაგრამ ნამდვილად შეიცვალა. გამარჯობათ ბავშვებო, ხედავთ ჩემს ცვლილებებს? გამარჯობა. ვა, ჯული, შენ ხომ ქერა იყავი? თმა შეიღებე შავად? მეგობრებო, ამას შეხედეთ, ახალი გოგო. ვა, შავგრემანი გოგო. კოსტა, დამშვიდდი, ჯულიმ შეიღებათ მე. ჯანდაბა, ჯული ყოფილა. მეგონა ახალი შავგრემანი გოგო იყო. მეგობრებო, კარგით გეყოთ, უნდა მითხრათ რა უნდა ვქნა ამ კალათბურთელზე. გოგოებო, ვინმეს დიანა ხომ არ გინახავთ? ნასტია, გაგიჟდი, იმას ხომ არ ველაპარაკებით? ხო, ჯობია არასდროს არ დავინახო. კარგი, მაშინ ჯული, მალე დავბრუნდები. აჰა, ხო, კარგი. აბა გოგოებო, მოგწონთ ჩემი ცვლილებები? კი, ძალიან ლამაზი ხარ. გოგოებო, თქვენი აზრით ეს ვისთვის გავაკეთე? შენი თავისთვის რა თქმა უნდა. არა, თავისთვის კი არა, კოსტიასთვის. რა, რომელი კოსტია? კოსტია მაგას არ იმსახურებს, ხო არ გაგიჯდი? გოგოებო, სინამდვილეში ეს არტემისთვის არის მეათეჯიდან. ის იანას დაშორდა, იანა კიდე კალათბურთელთან ერთად არის. არტემი? ჯული ახალ ვიღაცას გავს. ის საერთოდ არ შეცვლილა, უბრალოდ თმები შეიღება. მეგობრებო, გაჩერდით, ეს არაა პრობლემა. პრობლემა არის რომ კალათბურთელებს მივხედო. დიმა, უნდა დაივიწყო დიანა. შენ ახალ ლამაზ გოგოს იპოვი და მას მოიყვან ცოლად.
ხო, დიმა, ცოლს მოიყვან, მერე ბევრი შვილები გეყოლება, დაბერდები და ბოლოს მოკვდები. მეგობრებო, რა გჭირთ, ახალგაზრდა ვარ, ძალით სავსე, ვიბრძოლებ დიანასთვის, არ მჭირდება თქვენი დახმარება. უი, დიანა, აქ ხარ, გამარჯობა. ნასტია, დროზე მითხარი, აბა რამე იპოვე? კი, კარგი, მითხარი მალე. რასაც ნასტია გაარკვევდა, იმას გავარკვევდით ჩვენც, დიანა. მოკლედ, მისი ინსტაგრამი დაოთვარიელე, თან სხვა გოგოებს პოსტებს არ ულაიქებს, არც სხვა გოგოებს არ აფოლოებს და ჩემ მეგობარს ვთხოვე, რომ მის სახლში წასულიყო და ნახა, რომ შენი პორტრეტი უკიდია კედელზე. ამიტომ უყვარხარ და სხვათა შორის iPhone-ი უყიდე? Yes, Jana, ეს გაიგე, ვუყვარ ვარ. კი, ვუყიდე iPhone-ი, მოიცადე ახლავე გაჩვენებ. და დიანა, ოქროსფერი რატომ არის? რას ქვია რატომ? მეც ოქროსფერი მაქვს და ჩვენ წყვილი ვართ, ამიტომ მასაც ოქროსფერი ვუყიდე. არა, ძალიან კარგია რომ ოქროსფერია. და ნასტია, შენ ასე რატომ გიხარია? მიხარია, იმიტომ რომ თქვენ ორი ნახევარი ხართ და ერთად იდეალურად გამოიყურებით, ხო ხვდები? დიანა, ხომ არ ფიქრობ რომ ნასტია დღეს უცნაურად იქცევა? ასეთი ბედნიერი რატომ არის? კარგი რა, Jana, ნასტია კარგად არის, თან ყველაფერი გაგვირკვია. დიანა, რა? ხო, რა თქმა უნდა. აიღე, მადლობა. დიანა, აქ ხარ, რაღაცის კითხვა მინდოდა, შეყვარებულს მართლა უყიდე ტელეფონი. კი, დიმა, რატომ? შენი საქმე არ არის. დიანა, ის უბრალოდ გიყენებს. დიმა, აბა იმ ყველაფრის გამეორებას ცადე. ძმაო, ჩვენ საქმეში რატომ ერევი? შენს გარეშე მოაგვარებთ ყველაფერს. დიანა, იცი ჩვენ ერთი წელი ვიყავით ერთად და არ გიჩუქებია ტელეფონი. თურმე რა ყოფილა პრობლემა? ხო, მე რა შენთვის არ მომიცია, მაგრამ მას ვყიდულობ. დიმა, გაგვატარე, გაკვეთილი დაიწყო. კარგი დიანა, შეგიძლია აჩუქო მას საჩუქრები, მაგრამ მიგატოვებს და მე არ მიგატოვებ. დიმა, კალათბურთელს ვუყვარ ვარ და არასდროს არ მიმატოვებს, გაიგე? დიმა, წავიდე, შეწყვიტე მასთან ლაპარაკი. მივდივარ. სხვათა შორის დიანა, დიმასაც აქვს შენი ძალიან დიდი პორტრეტი კედელზე. Jana, მაგრამ ახლა რა გავაკეთო? დავშორდე კალათბურთელს და დიმას შევხვდე ისევ? კარგი რა, აღარ ვიცი დიმას რა მოვუხერხო. არა დიანა, კალათბურთელებს არ დაშორდე. დიმა ცოტა სიტირებს და მე დამშვიდდება. ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი კალათბურთელები. ხო, Jana, გეთანხმები, დიმა ოდესმე ვინმე გოგოს შეხვდება. კარგი, ახლა უნდა წავიდეთ, რომ სმაილიქს ტელეფონი მივცე. წამო. მეგობრებო, ვერ დავმშვიდდები, ძალიან დავიღალე დიანათი. დიმა, არ დამშვიდდები? ჩვენც დავიღალეთ უკვე შენით და დიანათი. თქვენ დაიღალეთ? კარგია კალათბურთელს ტელეფონს რომ ყიდულობს? დიმა, ასეთი გაბრაზებული რატომ ხარ? გინდა რომ კალათბურთელის ადგილას იყო? დიმა, შენ ადგილას რომ ყოფილიყავი, თავს არ შევიწუხებდი. შეგიძლია ჩემთან ერთად წახვიდე. თან ამ ლამას ფანქარს მოგცემ. ჯიჯი, შენ დიდი ხანი უნდა გამომეკიდო? უყურე ერთი, მისმინე, იმდენი ხანი გამოგეკიდები, რამდენი ხანიც მე მომინდება. უი, გამარჯობა ბავშვებო. მასწავლებელს არ უყვირია 2 დღე სკოლაში რომ არ მოვედი? თურმე სად ყოფილხარ? სხვათა შორის ნასტია მასწავლებელი მოგკლავს. გაიგო თურმე რომ ცუდად არ ყოფილხარ და უბრალოდ გააცდინე. ნასტია, იცი რომ დიანა კალათბურთელს ტელეფონს ჩუქნის? მერე რა, დიმა, შენ რატო გადარდებს? თან თავი არ შეიწუხო, კალათბურთელი მალე დაშორდება დიანა. ნასტია, საიდან იცი, რატომ ხარ დარწმუნებული? არა, დარწმუნებული არ ვარ, უბრალოდ მე ეგრე ვფიქრობ. ის ასე ფიქრობს. დიმა, კარგი რა, დამშვიდდი. მეგობრებო, ახლა თქვენ შოკში იქნებით. მე გეგმა მაქვს. დიმა, რა უნდა გააკეთო, ბოქსის ვარჯიშს დაიწყებ? არა, მეგობრებო, ეს საიდუმლოა, მაგრამ მთელ სკოლას შეეშინდება ჩემი იმ კალათბურთელსაც. დიმა, კარგი რა, დამშვიდდი, ამაზე აღარ იფიქრო. ხო რა, დამშვიდდი შენი კალათბურთელით. ლეილა, ამას ხედავ? მიყვარხარ. და შენ არ გესმის რომ მე არ მიყვარხარ? მე მამას ხარავებ ახლა? მარუსა, მიდი ამ წყვილს შეხედე. ხო, ერთს უყვარს, მეორე ვერ იტანს. მისმინე პატრიკ, გაიწიე აქედან და ნუ დამდევ შენი სიყვარულით. არა ლეილა, აუცილებლად უნდა მითხრა რომ გიყვარ ვარ. იცი რა პატრიკ, წამოვალ შენთან ერთად პაემანზე, უბრალოდ iPhone 11 უნდა მიყიდო. iPhone-ი? კარგი, ვიფიქრებ. სმაილ, რა ხდება დღეს დენის დაბადების დღეზე მივდივარ? არ ვიცი, მე ხასიათზე არ ვარ. ნუ ნერვიულობ, გაკეთდება ტელეფონი, კარგად იქნება. არა, ვერ გააკეთებენ, თქვენს რომ არ გაკეთდება. 2 დღეა უკვე ტელეფონის გარეშე ვარ. სმაილი, გამარჯობა. პროვასტი, გამარჯობა. გამარჯობა. სმაილ. დიანა, მტკივა. უი, არ ვიცოდი, მაპატიე. პროვასტი, შენი მეგობრის დაბადების დღეზე წამიყვან? კი, მე ხო დაგპირდი. და როგორი კაბა ჩავიცვა, ცისფერი, წითელი თუ მწვანე? რომელიც გინდა, მაინც კარგად გამოიყურები. მისმინე სმაილი და ჩვენ მივდივართ დღეს შენი მეგობრის დაბადების დღეზე. დიანა, არ ვიცი, არ ვარ კარგ ხასიათზე. რა,
მაგრამ მე ხომ ვიზაჟისტი დავიქირავე. ჩემთან გოგონა მოდის რომ მაკიაჟი გამიკეთოს და წითელი კაბაც კი ვიყიდე. და რა, გეუბნები რომ არ ვარ კარგ ხასიათზე. კარგი გასაგებია რომ ხასიათზე არ ხარ, მაგრამ შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, რაც ხასიათს გამოგიკეთებს. აიღე, თან ოქროსფერია შენ რომ გინდოდა. ბრაუს, ამას ხედავ. ჯანდაბა მართლა იყიდე. ტელეფონი მართლა? შენ ტელეფონი მიყიდე. ვა, დიანამ ტელეფონი უყიდა სმაილს. ხო, მან თხოვა დიანას რომ თუ შეეძლო ეყიდა. მან თხოვა? ვა, ძალიან მაგარია. 11 Pro Max-ი. ბრაუს. აბა დღეს მიდიხართ მეგობრის დაბადების დღეზე? ხო, მე ბროასტის ხო, ჩვენც ასევე. ბრაუს, ნახე დიანას საჩუქარი? კი, ნახე. კარგი, მაშინ წავიდეთ. ხო, წავედით. გოგოებო, ჩვენ გამოსაცვლელში მივდივართ. კარგი, პირველ სართულზე დაგელოდებით მაშინ, ხო? კარგი, დიანას ძალიან უყვარხარ, შეხედე ამ საჩუქარს, ხო? ჩუმად რა იყო? გამარჯობა მეგობრო. ნასტია აქ რასაკეთებ? ხო, ნასტია აქ რატომ ხარ? არ მესმის სმაილიკ, ასე რატომ ელაპარაკებით? და შენ დიანასგან iPhone-ი მიიღე, არა? არ მესმის რა ხდება? რა შეთანხმება გაქვთ? ნასტია, გადი ბიჭების გამოსაცვლელიდან, გამოვიცვლი და დაგელაპარაკები. არა სმაილიკ, საქმე ასე ვერ განვითარდება. შენ ხომ მიიღე რაც გინდოდა, მეც მინდა ჩემი წილი. თუ დიანას უთხრა რომ მოვიტყუე. რომელი სიმართლე? რა ხდება? კარგი ნასტია, მოკეტე. მისმინე სმაილიკ, მე პატარა არ ვარ, რომლის მოტყუებაც შეგიძლია. ახლა ვეწავალ დიანასთან და ყველაფერს მოვუყვები. ლაიქებზე და პორტრეტზე შენ სახში რომელიც არ არის. ბრაუს, მასთან უნდა გქონდეს პაემანი. ჰეი, რომელი პაემანი? რომელ ნასტიასთან? რაზე ლაპარაკობ? სმაილიკ, არ გეხუმრები, ახლა ვეწავალ დიანასთან და ყველაფერს ვეტყვი. ნასტია, მოიცადე. მოკლედ, შეხედე, მე ნასტიას ვთხოვე, რომ დიანასთვის მოეტყუებინა და პაემანს დაუპირდი. და მე რა უნდა გავუკეთო მას? რა, პაემანი შენთან ექნება. მართალია ბროასტი, ამიტომ დღეს 5 საათზე მე და შენ კაფეში შევხვდებით. სმაილ, რა გჭირს იანას დაუპირდი, რომ წვეულებაზე ერთად წავიდოდით. ეგ არა უშავს, ვეტყვი რომ ცუდად ხარ, ჩვენ წავალთ მასთან ერთად. სმაილ, ამის გაკეთება კარგი არ არის. დიანას აიძულე რომ iPhone-ი მოეცა. ნასტიას მოატყუებინა და ახლა მეც გამხვიე ამაში. კარგი რა, მოდი გამოვიცვალოთ, შემდეგში მე დაგეხმარები. ნასტია, შენ აქ რას აკეთებ? მე ფიზიკის მასწავლებელს ვეძებდი. მინდოდა რომ თავი დამეძვრინა. ნასტია, რომელი ფიზიკა? დღეს ხომ არ გვაქვს ფიზიკა. მისმინე, მე უნდა წავიდე. დღეს არა, ხვალის საქმე არის. საქმე მაქვს მე. კარგად. რა უცნაურია? საერთოდ თვითონ არის უცნაური. უი ბიჭებო, გამოიცვალეთ? აბა წავედით? მე ცოტა გაციებული ვარ. მართლა ბროვასტი? მართლა ცუდად გრძნობს თავს. იანა ნებამიაცი სახლში დარჩეს და იმკურნალო, შენ ჩვენთან ერთად წამოდი. გონი სიცხე მაქვს. არ გაქვს სიცხე. უბრალოდ სახე დავიბანეთ ცივი წყლით და ახლა სიცხე მაქვს. არა, ეგ არ გააკეთო. მას მისი დედა მოუვლის. შენ ჩვენთან ერთად წამოდი. ხო, დიანა? უი, არ ვიცი. ბროვასტი, შენ რა მართლა ცუდად ხარ? ხო, ძალიან ცუდად. რომელი საათია? ბრაუს, უკვე 4:30-ია. აუცილებლად უნდა წავიდე სახლში. ხო, ბრაუს, თავს მოუარე. მიდი. ბროვასტი. იანა, არიტირო. ნუ გაშინია, გამოკეთდება ბროვასტი. ჩვენ ერთად წავიდეთ დაბადების დღეს და ერთ კვირაში ნახავ. ხო, კარგი, წავედით.